მოგესალმებით ყველას. საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდგომ დაგიბრუნდით და დღეს კვლავ გვექნება საჯარო გაშლა. ამჯერად ცოტათი განსხვავებულ ფორმატში, რადგან ვიფიქრე, რომ ისედაც ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდგომ, რაც ბოლო საჯარო გაშლა გავაკეთე, სადღაც 125 დღე ამ მომენტისათვის, რაც ცოტა დაუჯერებელია ჩემთვისაც კი მიუხედავად იმისა, რომ დიდი პაუზები ბევრჯერ მქონია, ეს ცოტა ზედმეტად დიდად მომეჩვენა. დღეს გვექნება საჯარო გაშლა რუნებით და თემატიკაც შესაბამისი ხასიათის იქნება. სანამ გადავალ უშუალოდ გაშლაზე, სანამ გადავალ უშუალოდ აქ მოცემული რუნებისა და კარტების განმარტებაზე, ახსნაზე და ასე შემდეგ, პატარა შესავალი უნდა გავაკეთო და ორიოდე სიტყვით ვისაუბრო ზოგადად ბედისწერის კონცეფციის შესახებ, უშუალოდ ჩრდილოურ კონტექსტში და რუნული ძველი ვიკინგებისა თუ ჩრდილოელების სოფლმხედველობის კონტექსტში და აგრეთვე მოგიყვებით ერთ პატარა ზღაპარს, ესე რომ ვთქვათ, ვერ ვიტყოდი რომ მითს ან ლეგენდას იმდენად, მოდით დავარქვათ ამას პატარა საინტერესო ისტორია ან ზღაპარი. რის შემდგომაც უკვე გადავალთ უშუალოდ გაშლაზე და მის ახსნა განმარტებაზე. როგორც მიხვდით, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა არის თუ რას გიმზადებთ ბედისწერა თქვენ, ან როგორია შენი ბედისწერა. დიდი ხნის წინათ, მაშინ როდესაც იგდრასილის ფესვები ჯერ კიდევ იყო ჩაფლული უხილავ მიწაში, ხოლო ფოთლები არ ხევდა უკიდე განოცას, ცხოვრობდა ერთი ბიჭი, სახელად ერლინგი. ერლინგი იყო ჩუმი, მშვიდი, არაფრით განსაკუთრებული ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც დაიბადა წითელი სავსე მთვარის დღეს. როდესაც დადგა ბიჭისათვის სახელის მინიჭების დღე და შესაბამის ცერემონიალი, უეცრად სოფლის მხედველი და წინასწარმეტყველი გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ბიჭს მოაქვს ცეცხლი და მისი სისხლი განადგურდება. ყველა გაჩუმებული იყო შიშისაგან. მთელი სოფელი იყო შეძრწუნებული ასეთი შემზარავი წინასწარმეტყველებით, რომელიც მათ აქამდე არც გისმენიათ. არც ერთი სოფლის მაცხოვრებლისათვის ამ მხედველს მსგავსი საშინელება არ უწინასწარმეტყველია. როგორ შეიძლება ამ პატარა ბიჭმა მოიტანოს ცეცხლი და გაანადგუროს მისი სისხლი, მისი გვარი თუ ოჯახი. გავიდა გარკვეული დრო და ბიჭუნაც წამოიზარდა. რა თქმა უნდა, ყველა მას ახსენებდა ამ წინასწარმეტყველებას, ყველა მუდმივად საუბრობდა ამ საშინელი ბედისწერის შესახებ და ბიჭუნა ამ ყველაფერს არ ეგუებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ პატარა იყო, მას ჰქონდა დაგეგმილი, რომ როდესაც წამოიზრდებოდა, ის აუცილებლად დაამარცხებდა ბედისწერას და შეცვლიდა მას. ძველად ჩრდილოეთში სწამდათ, რომ სამი ქალღმერთი, ნორნები, ურთ, ვერნანდი და სკულთ იყვნენ ისინი, ვინც ქსოვდა მთელი კაცობრიობის, ღმერთების და სხვა არსებათა ბედს. ისინი ქსოვდნენ რუნებს, ისინი ქმნიდნენ კვანძებს, ხლართავდნენ ადამიანების ცხოვრებას და განაგებდნენ, ვის ეწეოდა იღბალი და ვის დიდი უბედურება. ამ სამი ქალღმერთის მიერ მოქსოვილ ბედს ვერავინ ვერ გაექცეოდა. როგორც დალაგდებოდა რუნები და როგორც შეიკრებოდა მათ მიერ შექმნილი კვანძი, სწორედ ასე განვითარდებოდა მომავალიც, წარსულიც და აწმყოც. და არც მოკვდავ ადამიანს შეეძლო ამის შეცვლა და არც უკვდავდა მშვენიერ ღმერთებს. გავიდა წლები. ერლინგი წამოიზარდა და იქცა ძალიან ნიჭიერ, გონიერ და ძლიერ ახალგაზრდა მამაკაცად. მან გადაწყვიტა, რომ მიაკითხავდა ნორნებს და სთხოვდა მათ მისი ბედისწერის შეცვლას. დაავლო ერლინგმა ხელი მის იარაღს, შემოაჯდა მის მშვენიერ რაშს და გასწია ამ სამი ყველასათვის დაფარული, უხილავი, მაგრამ ძლევა მოსილი ქალღმერთის საძებნელად. გადაიარა მთები, მდინარეები, მოუწია იმდენად უღრან და ბნელ ტყეებსა და მღვიმეებში შესვლაც კი, სადაც ერთი პაწაწინა სინათლის სხივიც კი ვერ შეაღწევდა. 9 დღისა და 9 ღამის განმავლობაში გაუჩერებლად იარა, მისი საკვები იყო დუმილი და მარტოობა, ხოლო მეგზურად ჰყავდა იმედი. იმედი, რომ შეცვლიდა საკუთარ ბედს და გადაარჩენდა მის სისხლსა და გვარს იმ საზარელი ბედისაგან, რომელიც მას უწინასწარმეტყველეს. 9 დღისა და 9 ღამის შემდგომ ის როგორც იქნა მივიდა. მივიდა საამყაროსეული ხის ფესვებამდე, სადაც იყვნენ ნორნები.
მათ მას არც შეხედეს, არც ხმა გასცეს და არც კი შეუწყვეტიათ ბედის ძაფების ქსოვა, რომელსაც ქსოვენ დროის დასაბამიდან უსასრულობამდე. მივიდა ბიჭუნა ამ სამ დიად ქალღმერთთან, ურდთან, რომელიც მართავდა წარსულს, ვერნანდისთან, რომელიც მართავდა აწმყოს და სკულდთან, რომელიც ქსოვდა მომავალს. დაემხო მუხლებზე და ცხარე ცრემლით სთხოვა. გთხოვთ, მიხსენით ამ გარდაუვალი უბედურებისაგან, შეცვალეთ ჩემი ბედი. ცოტა ხანს დუმილი იყო. მცირე პაუზის შემდგომ პირველმა ხმა მოიღო სკულდმა, ყველაზე ახალგაზრდა ნორნმა. და მიუგო ბიჭს. ბედის ძაფები უკვე მოქსოვილია და კვანძები შეკრული. ბედს ვერავინ ვერ გაექცევა. როდესაც ნორნებმა დაინახეს, რომ ბიჭი არ იცვლიდა აზრს და არც წასვლა ჰქონდა განზრახული, ყველაზე უფროსმა, უხუცესმა დამ, ურდმა მას უთხრა: ნებისმიერი ძაფი ცვდება, შვილო. ისევე როგორც ნებისმიერი კვანძი შეიძლება გახსნა და ახლიდან შეკრა. რა თქმა უნდა, თუ კი გეყოფა გამბედაობა, რომ შეიცნო რუნები და სწორად გამოიყენო ისინი. ბევრი იფიქრა ბიჭმა უხუცესი ნორნის სიტყვებზე და სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, დასტაცა ხელი მახვილს და ხელზევე ამოიკვეთა რუნები. მაშა სადამე გამოსახა მახვილმა მის მაჯაზე სისხლით გამარჯვების რუნა, ჭევრმეტყველების რუნა, გზების რუნა და უდიდესი შეყოვნების, გასაჭირსა და ჭიდილში დახმარებისა და აუცილებელი წყალობის რუნა. ამის შემდგომ მას დაეუფლა უცნაური განცდა და ის მიხვდა, რომ რაღაც მის ცხოვრებაში შეიცვალა. ამის შემდგომ ის დაბრუნდა სოფელში, ოღონდ ამჯერად არა შეშინებული, არამედ დაბრძენებული და მომზადებული. გავიდა დრო. ერთ ღამეს ერლინგს ესიზმრა უცნაური სიზმარი. თითქოს და მას ხელებით მოჰქონდა ცეცხლი და მთელი სოფელი იყო გახვეული შავ კვამლში. როგორც კი გაიღვიძა, ის გავარდა გარეთ და ყველას შეატყობინა ხანძრის შესახებ. ბედის წერა, რომელზეც საუბრობდნენ, და წინასწარმეტყველება, რომელიც გაჟღერდა ამ ბიჭის დაბადებისას, აღდა. ერლინგმა მართლაც პირველმა აუწყა სოფელს ცეცხლის შესახებ. მან მოიტანა ამბები ცეცხლზე, თუმცა ცეცხლი არ იყო მისი გაჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის უდიდესი ნაწილი დაიწვა, თითქმის არავინ არ დაშავებულა, რადგან ისინი იყვნენ გაფრთხილებულნი. ერთადერთი, ვინც დაიღუპა, იყო ერლინგის ლოთი ბიძაშვილი, რომელმაც თვრალმა დაეძინა სანთლით ხელში და შემთხვევით გააჩაღა ცეცხლი და გამოიწვია ეს ხანძარი. ამ ისტორიიდან თუ ზღაპრიდან ჩვენ ნათლად ვხედავთ შემდეგს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ვერ გაექცნენ ბედის წერას, მათ მაინც შეძლეს მისი გარკვეულწილად შეცვლა და შემოbrunება. კერძოდ რა ფორმით? ერლინგმა მართლაც შემოიტანა ცეცხლი ამ სოფელში, მაგრამ არა ფიზიკურად, არამედ სიტყვიერად, რადგან მან აუწყა მის თანასოფლელებს, ნათესავებსა თუ მეგობრებს ხანძრის შესახებ. მაშინ, როდესაც ეს ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა. კი ბატონო, მართალია ერლინგის სისხლი განადგურდა, თუმცა აქ არ არის საუბარი, რომ მთელი ოჯახი და გვარი დაიღუპებოდა, რადგან ის ერთი ბიძაშვილიც ხომ მისი სისხლი იყო. და ნორნებმაც პრინციპში ის არ მოატყუეს, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ბედს ვერ შეცვლიდა, თუმცა რომ იყო შესაძლებელი ძაფების გაცვეთა, გახსნა, შეკვრა თუ ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, ეს ისტორია ჩვენ კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ადამიანმა სიბრძნით, სიმამაცითა და მზაობით შეცვალოს მისი ბედის წერა, თუ არა სრულად, ნაწილობრივ მაინც. ისევე როგორც ერლინგმა მოახერხა, რომ შეეცვალა მისი ბედის წერა, ჩვენც შევეცდებით, რომ შევცვალოთ ბედის წერა. დავეკითხებით რჩევას ნორნებს და გამოვიყენებთ რუნების ძალას, იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და გავაუმჯობესოთ ჩვენი მომავალი. მას შესადამე, დაფიქრდით კითხვაზე, რას გიმზადებთ ბედის წერა? საით მიხავხართ იმ კვანძებს და იმ ძაფებს, რომელსაც ქსოვენ ნორნები. დააკვირდით აქ მოცემულ სამ ვარიანტს და აირჩიეთ ერთ-ერთი.
ეცადეთ მოусმინოთ თქვენს გულს და თქვენს შინაგან ხმას, რადგან ის გიკარნახებთ სწორ ვარიანტს. შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და შემდგომ განაგრძოთ ყურება თუ კი გჭირდებათ მეტი დრო, ხოლო სანამ თქვენ აარჩევთ აქ მოცემული 3-დან ერთ-ერთ ვარიანტს, მე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ პირად კონსულტაციებზე. იქნება ეს ტაროს გაშლის სესიები თუ ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, იქნება ეს პერსონალური ამულეტებისა და თილისმების დამზადება თუ ენერგეტიკული წმენდები, ერთ სიტყვით შეგიძლიათ ნებისმიერი სახის დახმარებისათვის მომმართოთ პირადში. ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას იხილავთ ეკრანზე და თუ YouTube-ზე გვიყურებთ, აგრეთვე ვიდეოს ქვეშ, აღწერაში. ახლა კი გადავიდეთ პირველ ვარიანტზე. მაშინ სადამე, რას გიმზადებთ ბედისწერა და რას გირჩევენ ნორნები. პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ რუნებს ევას, ნაუტის და რაიდო. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ თქვენ წარსულში გაიარეთ დიდი ცვლილებები. დიდი ალბათობით გაიარეთ ცვლილებები როგორც პიროვნული და ფსიქოემოციური ხასიათის, აგრეთვე დიდწილად შეიცვალა თქვენი აღქმა ისეთი საკითხების, როგორიც არის პარტნიორობა, თანამშრომლობა, ნდობა, როგორიც არის ოჯახი, როგორიც არის ადამიანებთან ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, თუ სიტყვისა და ფიცის ბოლომდე შესრულება და დაცვა. დიდი ალბათობით გაჩნდა გარკვეული ადამიანებისადმი ან შესაძლოა საკუთარი თავისადმი უნდობლობა ან ეჭვიც კი. წარსულში მიდიოდით გარკვეულ გზაზე, თითქოს ვითარდებოდა თქვენი ცხოვრება გარკვეული მიმართულებით, გქონდათ არჩეული გარკვეული კურსი, მაგრამ ამჟამად დროებით ეს მოძრაობა არის შეჩერებული. შეჩერებული გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტრანსფორმაციები გაიარეთ, ამ ტრანსფორმაციებმა თითქოს არ მოგცა ის შედეგი, რომელიც სრულფასოვნად გაგაძლიერებდათ და გამოგაწრთობდათ. ეხლა თქვენ გადიხართ ნაუტისის რუნას, მაშასადამე დიდი შეყოვნების, დიდი გამოცდის და გამოცდილების რუნას უპირველეს ყოვლისა. ეს არის წნეხი და ეს არის ის გასაჭირი არა აუცილებლად ფიზიკური და მატერიალური ხასიათის, არამედ პირველ რიგში სულიერი ხასიათის, რომელიც მსგავსად ცეცხლისა, რომელიც აწრთობს ფოლადს და ქმნის საუკეთესო מחვილს, აქცევს ადამიანსაც მის უკეთეს ვერსიად. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანი არ დანებდება და თუ კი შეინარჩუნებს რწმენას, თუ კი შეინარჩუნებს საკუთარი თავის ერთგულებას და დაიცავს გარკვეულ პირობებს, რომელიც ოდესღაც მისცა ან საკუთარ თავს, ან სამყაროს თუ ღმერთებს. არ დაგავიწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შეიძლება გადიოდე საკმაოდ რთულ პროცესებს, შეიძლება ფიქრობდე, რომ სტაგნაციაში ხარ, ვეღარ ვითარდები, აღარ მიდიხარ წინ, სინამდვილეში ზუსტად აი ამ პროცესებს ახლავს თან ის, რასაც ჩვენ შეიძლება დავარქვათ შემდგომი გამარჯვება და აღზევება. მომავალთან მიმართებით იკითხება, რომ აუცილებლად აღადგენ წინსვლას, აუცილებლად დაბრუნდება შენს ცხოვრებაში ის დინამიკა, რომელიც იყო წარსულში, ის ხალისი, ის მოქნილობა, სისწრაფე, ემოციები, რომელიც გქონდა აქამდე, ოღონდ სახეცვლილად. ზუსტად იგივე აღარ განმეორდება აღარასდროს, მაგრამ ეს უკეთესიც არის, რადგან ახალი გზა, რომელიც გელოდება წინ, არის მეტად სწორი, მეტად ზუსტი და როგორ ვთქვათ, ამ გზას ამ შემთხვევაში აქვს აზრი. წარსულში თუ კი არ გქონდა რაიმე სახის მიმართულება, არ გქონდა იდეა, რომელსაც გაყვებოდი, აწიარსებებს გარკვეული სახის სტრუქტურა, წესრიგი, რომელიც მისცემს უკვე ძალას შენს მოძრაობას, ამ მოგზაურობას, ესე ვთქვათ, მეტაფორულად და მისცემს მას აზრს. ეს არის იდეა შესაძლოა იმის თუ რისთვის ვიღწვით, რისთვის მოღვაწეობთ, ეს არის შესაძლოა იდეა საერთოდაც აღქმის, მაგალითად ოჯახის, მეგობრობის, პარტნიორობის, ეს შეიძლება იყოს იდეა იმის თუ რა არის ცხოვრების აზრი კონკრეტული ადამიანისთვის, რა უნდა, ვინ არის და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით ეს არის დანიშნულება, რომელიც აქამდე შენს გზას აკლდა, მაგრამ აი ეხლა ამ გარკვეული გამოწვევების პერიოდში მას აუცილებლად შეიძენ. იმსჯელეთ უკვე თვითონ რა შეიძლება იყოს ეს. ვიღაც შეიძლება გადიოდეს კრიზის ფინანსურს, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს კარიერული კრიზისი და აღარ იცოდეს რის იკეთება უნდა ან საით უნდა წავიდეს. ვიღაცას შესაძლოა ჰქონდეს კრიზისი ოჯახში პირობითად მეუღლესთან. ამიტომ დაფიქრდით, რა არის ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც გჭირდებათ რომ მიიღოთ და რა არის ის
რასთანაც გჭირდებათ გაერთიანება. იქნება ეს გაერთიანება საკუთარ თავთან, გაერთიანება პარტნიორთან, საკუთარი თავის ნდობა თუ საერთოდაც სამყაროს ნდობა და რწმენის აღდგენა. შეიძინე იდეა, შეიძინე რწმენა, რომელიც მოგცემს ძალას იმის, რომ განაგრძო გზა და მოგცემს იმის საშუალებას, რომ საბოლოო ჯამში აქედან დაბრუნდე გამარჯვებული. შენ არ ხარ სტაგნაციაში, არ იმყოფები გაყინულ მდგომარეობაში, უბრალოდ გადიხარ წრთობისა და მომზადების პროცესს შემდგომი გზისათვის, რადგან ჯერჯერობით ამ გზისთვის შესაფერისი არ ხარ. რაღაცები უნდა შეიცვალოს, რაღაცებიც უნდა დაითმოს, რომ უფრო მსუბუქად შეძლო მარტივად რო ვთქვათ გზის გაგრძელება. პრინციპში აქ საუბარი შეიძლება იმაზეც იყოს, რომ ზედმეტი ბარგი არ გჭირდება. ბარგში რა თქმა უნდა გულისხმობთ წარსულ მოგონებებს, ემოციებს, შეიძლება იყოს ურთიერთობები ზოგ შემთხვევაში ან სხვა ფაქტორები, რომელიც იქცევა ჩვენს ცხოვრებაში ტვირთად და დაგვაკარგინებს მოქნილობას, დაგვაკარგინებს სისხარტეს და დაგვაკარგინებს ძალას იმისათვის, რომ გავაგრძელოთ გზა და ვიყოთ უფრო სწრაფები და რა თქმა უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ როდესაც საუბარია გამარჯვებაზე, ვუბრუნდები წინა რეკომენდაციებს, უმთავრესიაც გვჭირდება ეს არის იდეა და აზრი. უაზრო ბრძოლაში გამარჯვებული ვერასდროს იქნები, მაგრამ თუ გაქვს რაღაც რწმენა, თუ გაქვს რაღაც იდეა, მაშინ აუცილებლად შესაძლებელია, რომ გამარჯვება იქნას მიღწეული. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ვარიანტის პასუხებზე და ვნახოთ, რას გვიმზადებს ბედისწერა ამ შემთხვევაში. Dalagda შემდეგი რუნები კაუნან ალგის ლაგუსი, იგივე კენაზე ალგესი და ლაგუსი, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და თავისებურ განსხვავებულ მესიჯს ატარებს. Შემიძლია აღნიშნო, რომ ეს გაშლა არც ისე პრაქტიკული და მატერიალურია, რადგან აქ აშკარად უფრო სულიერ შესაძლოა ღრმა ისეთ მენტალურ ფსიქოლოგიურ თემებზე ან ენერგეტიკულ თემებზეც კი იყოს საუბარი. აქ გაშლილი რუნები გვესაუბრებიან შემდეგს. წარსულში აშკარად გაჩნდა გარკვეული სახის ნაპერწკალი, გამონათება, რომელსაც თითქოს წამიერად გაანათა გზა. Აი გეგონება წამიერად რო რაღაც აინთოს და ჩაქრეს, მაგრამ ამ პატარა გაელვების მომენტში მაინც მოასწარი რო რაღაც დაგენახა. აქ არის საუბარი ჭეშმარიტების წვდომაზე, აქ არის საუბარი განათლებაზე, ინფორმაციის მიღებაზე და სიმართლის გაგებაზე. სიმართლეს შესაძლოა ეხებოდა რაიმე საქმეს ან ბუნდოვან საკითხს, შესაძლოა კონკრეტულ ადამიანს ან საერთოდაც საკუთარ თავს. Ყოველ შემთხვევაში აქ არ არის საუბარი აუცილებლად სასიამოვნო ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე, რადგან ძირითადად აქ უფრო არის ხოლმე საუბარი ისეთი ტიპის ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლოა სულაც არ გდომებია, რომ გაგეგო, შესაძლოა სულაც არ იყოს საჭირო რომ გაგეგო და არც სასიამოვნო და უფრო მეტიც შესაძლოა ეს ინფორმაცია არც იყოს ამ ეტაპისათვის შენთვის მაინც და მაინც დამაჯერებელი. შეიძლება ფიქრობდე რომ ეს მოჩვენებაა, შეიძლება ფიქრობდე რომ არ არის სიმართლე. პირველი და უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც აქ იკითხება არის რომ შენს სიმართლეს, რომელიც წამიერად დაინახე თუ არ ვიცი დაგესიზმრა თუ იგრძენი უბრალოდ აუცილებლად დაუჯერე. ნუ იფიქრებ რომ რახან ეს იყო წამიერი გაელვება, პატარა იდეა, პატარა მოჩვენება, ამბავი რომელიც ჩიტმა მოგვიტანა ან რაიმე მსგავსი, ეს არ არის სიმართლე. Სიმართლე ყოველთვის გრძელი სიტყვებით არ არის, ხო წარმოთქმული, ზოგჯერ ასე ვთქვათ, მოკლე სიტყვა უფრო მეტად ფასობს. Რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი აუცილებლად ვერბალური სახით კომუნიკაციაზე და ამ სახით ინფორმაციის მიღებაზე. იკითხება რომ მიიღე ინფორმაცია, გაჩნდა რაღაც შთაგონება, რომელსაც აუცილებლად უნდა დაუჯერო. რადგან აი ის პატარა გაელვება იქნება შემდგომი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმაპირობებელი. შესაძლოა ეს აგრეთვე ყოფილიყო ნაპერწკალი სხვებისთვისაც, თუმცა სხვების შემთხვევაში ეს უკვე შეიძლება ყოფილიყო ბოღმის პატარა ნაპერწკალი. ეს შეიძლება ყოფილიყო ალი სხვების გულში, რომელიც მათ შენდამი უარყოფითად განაწყობდა. მიუხედავად ამისა, აწმყოში იკითხება რომ გაქვს სამყაროს წყალობა, გაქვს ღმერთების წყალობა, იკითხება რომ ხარ დაცული უპირველეს ყოვლისა. შეიძლება ითქვას რომ ასე ვთქვათ ამაყი ესეთი ხარირე მივიდგა ხარ, რომელიც ემზადება შერკინებისათვის რაღაც ვთქვათ უზარმაზარ შტორთან რაღაც დიდ ძალასთან. მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოწვევები შეიძლება გაიარო ემოციური თვალსაზრისით, მაინც უნდა დადგე ესე შეუპოვრად, უდრეკად, უშიშრად. და აქ ახლა რა არის მნიშვნელოვანი? უნდა გვახსოვდეს რომ ხარირემი საკმაოდ ამაყი არსებაა, ხომ? მაგრამ არ არის ისეთი ქმნილება, რომელიც ტყუილ უბრალოდ დაგესხმევა თავს. ეს არ არის მტაცებელი. მაშასადამე აქ უკვე მოდის შემდეგი რჩევა, რომ არ დაჩაგრო სხვა,
არ დაესხა სხვას თავს და ნუ შეეცდები რომ ვინმე დააზიანო. შესაძლოა გარკვეული კონფლიქტები გამოჩნდეს, შესაძლოა გარკვეული გამოწვევები ემოციური, ამაყად დადექი. მაგრამ აუცილებლად დაიცავი შენი თავი, შენი სიმართლე ან თუნდაც საყვარელი ადამიანები თუ საჭირო გახდა. ეცადე იყო ყურადღებით, ეცადე იყო მუდმივად ესეთ რაღაც მომზადებულ მდგომარეობაში, რომ როგორც კი გამოჩნდება მომენტი, რომ იმოქმედო, შენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაძლებლად იქნება ეს თუ შენ სიმართლისა და ჭეშმარიტების დასაცავად, აუცილებლად გააკეთე ეს, რადგან როგორც თქვით, სამყარო გიცავს, არსებობს გარკვეული ძალა, რომელიც მფარველობს, გეუბნება, რომ მართალი ხარ ამა და ამ საკითხებში, უბრალოდ გამოიყენე ეს ყველაფერი სწორად. რაც ცხადია არ გულისხმობს ამ სამყაროს მხრიდან კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობას, ან თუნდაც საკუთარი ძალითა თუ შესაძლებლობით ბოროტად სარგებლობას. მომავალთან მიმართებით იკითხება შემდეგი, რომ სულ მალე შეძლებ დასვენებას, სულ მალე შეძლებ ძალების აღდგენას და შედარებით პასიურ მდგომარეობაში გადანაცვლებას, სადაც აღარ იქნება აუცილებელი შენი უშუალო ჩართულობა, ან ესე რაღაც შეუპოვრად დგომა და ასე შემდეგ. აი, ეს ყველაფერი ხლა მაგალითად რომ შევადაროთ პირობითად ზღვაში გემით გასვლას, ჩათვალე რომ მანამდე და ეხლა გადიხარ და გადიოდი პროცესა ესეთი აქტიური ნიჩბების მოსმისად შეიძლება დაიღალო, გეტკინოს მთელი სხეული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ზღვაში ნიჩბების მოსმა არც ისე მარტივია, მაგრამ სულ მალე შეხვალ ისეთ წყლებში, სადაც ნაკადი თვითონ წაგიყოლებს. აი როგორც ზურგის ქარი, ხო, როგორც ეძახიან მეგზური ქარი თუ როგორც არის, რომელიც გეხმარება წინსვლაში და ამ შემთხვევაში უკვე პროცესები აღარ საჭიროებს შენს ძალისხმევას. აღარ გჭირდება ნიჩბების მოსვლა ან თავის გაგიჟება იმისათვის რომ დაძრა ეს გემი, რადგან თვითონ დინება ამ წყლის მიდის, მას მიყავხარ, აგრეთვე გეხმარება ქარი, გეხმარება ის ნაკადი იმაში რომ იქონიოს წინსვლა, განვითარდე, იმოძრავო წინ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან მალე შეძლებ დასვენებას და უფრო ესეთ რეცეფციულ, მიმღებ და ინტუიციურ მდგომარეობაში გადასვლას. ერთადერთი რასაც უნდა მიაქციო ყურადღება არის, რომ ამ პერიოდში აუცილებლად გამძაფრდება შეგრძნებები, გახდები უფრო მეტად მგრძნობიარე და სენსიტიური და ეცადე რომ ამ ყველაფერს დაუჯერო. მიაქციე ყურადღება ამას და არ უგულებელყო. შეეცადე აგრეთვე რომ ეს დასვენების პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენო. ნაკადს აუცილებლად იგრძნობ, აი რომ შეხვალ ფაქტობრივად ამ წყლებში მეტაფორულად რო თქვა, იგრძნობ რომ აღარ არის ისეთი მოჭიმულობა, აღარ არის ისეთი წინაღობა, როგორიც იყო აქამდე. მაგრამ ეხლა რომ დაუფიქრდეთ და უშუალოდ ამ დროს როგორც კი შედის ადამიანი ესეთ ნაკადში, რა უნდა ქნას? უნდა გამოიყენოს შანსი, ხომ? შეისვენოს, აღიდგინოს ძალები. შენ თუ დადგებით და კიდევ გაგრძელებ ბრძოლას, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ეს ყველაფერი მიგიყვანს გამოფიტვამდე, ამიტომ ეცადე რომ მომენტებით სწორად ისარგებლო და სწორად დაგეგმო შენი მომავალი. ახლა კი გადავიდეთ ბოლო მესამე ვარიანტზე. ძალიან საინტერესო გაშლა გვაქვს აქ გვაქვს რუნები გებო, ინგვას და მანაზი და პირველი სიტყვები რაც მახსენდება ამ კომბინაციაზე არის დაბრუნება. დაბრუნება შეიძლება გულისხმობდეს ოჯახში დაბრუნებას, სახლში დაბრუნებას, შენს მიწაზე დაბრუნებას, შეიძლება გულისხმობდეს კონკრეტულ კავშირში, ურთიერთობაში, ან მდგომარეობაში დაბრუნებას. ახლა დაუშვათ თუ ხართ 20 წლის დაშორებული ვიღაც ადამიანთან, ნაკლები ალბათობა იმის რომ მასთან დაბრუნდეთ, თუმცა შესაძლოა მსგავს ურთიერთობაში დაბრუნდეთ ან რაღაცა მსგავსი განმეორდეს. ყოველ შემთხვევაში აქ არ არის საუბარი ცუდი მოვლენების დაბრუნებაზე. რაღაც ისეთია, რაც უფრო, როგორ ვთქვათ, თავს გაგრძნობინებს შენს ადგილზე და თავს გაგრძნობინებს სახლში. ალბათ ესე ავხსნიდი. იკითხება რომ წარსულში არსებობდა გარკვეული სახის მიმოცვლა ენერგიების, აქ ჩრდილოურ ტრადიციას თუ დაუჯერებთ, არის საუბარი ზღვენზე, რომელსაც გვაძლევენ. ეს არის ერთგვარი წყალობა, რომელიც შენ უკვე მიიღე სამყაროს მხრიდან. შეიძლება ნატრობდი გარკვეული სახის ადამიანზე და სამყარო მის უკვე გამოგიგზავნა. შეიძლება ნატრობდი გარკვეული სახის საქმის გამოსვლაზე ან პირობითად რაიმე სურვილის ასრულებაზე და ეს უკვე მიიღე. მაგრამ დიდი შანსია იმის, რომ ვერ დაინახე სწორად, ვერ დააფასე სწორად, ან არ გადაიხადე ამისათვის მადლობა. ამიტომ შეეცადე დაფიქრდე ჭყალებში, ვთქვათ, ვალი ხო არ გაქვს შემთხვევით ვინმესი. თუ აქ რა თქმა უნდა არის ლაპარაკი პირდაპირ გაგებით ვალდებულებებზე, უშუალოდ ვიღაც პიროვნების ვალი თუ გაქვს, რაც შეიძლება გულისხმობდეს ფინანსურ ვალდებულებას, აგრეთვე შეიძლება გულისხმობდეს მარტივად რო ვთქვათ,
ღელი ხელზე ბანს პრინციპს, რომ იმან გაგიკეთა საქმე და შენ უკვე შენი პირობა ჯერ არ შეასრულე, მაშინ აუცილებლად შეასრულე ასეთი სახის დანაპირები. ხოლო თუ აქ უკვე არის საუბარი ვალზე სამყაროსთან ან ღმერთებთან, შეეცადე რომ სხვაგვარად გადაიხადო ეს ვალე და გამოხატო მადლიერება იმ წარსულისათვის, რომელიც იყო. მიუხედავად იმისა, კარგად განვითარდა თუ საბოლოოდ დასრულდა თუ რა მოხდა. ძირითადად აქ უფრო ურთიერთობების თემა ჩანს სიმართლე ვთქვა, მაგრამ შეიძლება ნაწილობრივ ფინანსურ საკითხებს ან სოციალურ თემებსაც მოიცავდეს. ყოველ შემთხვევაში გაშლა, ესე ვთქვათ, ექსკლუზიურად უფრო სოციალურ, მატერიალურ ყოფით ადამიანურ საკითხებს ეხება და არა დიდ სულიერ პროცესებს ან მაგიურ და ენერგეტიკულ პროცესებს. ამჟამად მდგომარეობას რაც შეეხება, გადიხარ ერთგვარი ესეთი მომწიფების ფაზას შეიძლება ითქვას. ბოლომდე მომწიფებული ნამდვილად არ ხარ, იდეებიც რაც გაქვს ბოლომდე არ არის მომწიფებული, მაგრამ კარგი პერიოდია. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი პერიოდი გავს მარცვალს, რომელიც დავთესეთ, პატარა თესლს, რომელიც უხილავად სიბნელეში მიწაში თავისთვის იზრდება. ჩათვალე, რომ რაც გასაკეთებელი იყო, დიდი ალბათობით უკვე გაკეთდა, ან ეხლა ხარ ამ პროცესში, დანარჩენი კი უკვე დედა ბუნებას უნდა მიანდო, ხო? იმიტომ რომ მისი დავალება უკვე გააღვიოს ის მარცვალი და შემდგომ უკვე აქედან გაიზრდება ის, რაც დარგე პირობითად თუ მსხალია იზრდება, თუ ვაშლია ვაშლი, ხოლო თუ რაღაცა ცუდი დათესე, მაშინ ღვარძლისა და შხამის ხე გაიზრდება საბოლოო ჯამში. ამიტომ დაფიქრდი იმაზე, რა დათესე. რადგან თუ ცუდი რაღაცებია დარგული ამ ნიადაგში, დროულად უნდა ამოძირკო. სარეველა უნდა მოგლიჯო დროულად. თუ კი რაღაც ცუდი გააკეთე, ბოდიში მოითხოვე, პატიება ითხოვე, არაფერი ამაში ცუდი, ეს ძალიან მაგარი ღირსეული საქციელია, რომელსაც პირიქით სამყარო დაგიფასებს და ათმაგად აგინაზღაურებს. თუ ეჭვი გეპარება შენს მეგობარზე პირობითად, ოჯახის წევრზე, თუ გაბუტული ხარ მშობელთან, აუცილებლად ეცადე რომ აღადგინო ეს ურთიერთობა, რადგან როგორც გითხარი, აქ არის დაბრუნებების საკითხი. ერთია რომ შეიძლება ისეთ შევხედოთ, რომ ყველას უბრუნდება ის, რაც დათესა, ყველა იმკის იმას, რაც დათესა ამ პერიოდში შენს გარშემო, მაგრამ პირდაპირ გაგებით ურთიერთობებში დაბრუნებასაც ეხება ეს. დიდი ალბათობით დაუბრუნდები საკუთარ ფესვებს. რაც ან გულისხმობს შენს უშუალო ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს თუ წარსულ სოციალურ წრეს, ან შეიძლება ეხებოდეს ძველ საკუთარ თავთან დაბრუნებასაც. ასეა თუ ისე საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გადის შემდეგ მისიამდე და გამოწვევამდე. უნდა ის ნაყოფი, რომელსაც საბოლოოდ ეს უკვე დარგული მარცვლები მოისხავს, გაუზიაროს ხვებს. შესაბამისად, ეხლა თუ შენ გადიხარ თვითგანკურნების პროცესს, მომავალში დაეხმარე სხვასაც რომ განიკურნოს. თუ ეხლა გადიხარ მოძლიერების პროცესს, შემდგომში უკვე დაეხმარე სხვასაც რომ ისიც მოძლიერდეს. ანუ შენიანც მოუმართე ხელი მარტივად რო ვთქვათ და აგრეთვე ეცადე რომ აღადგინო ურთიერთობები შენს ოჯახთან. შესაძლოა იყოს რაღაც, არ ვიცი, ხით ჩატეხილობა, შესაძლოა შორს იყოთ ერთმანეთისგან, იყოს წარსული წყენები. შეიძლება ის დაგვარად აღადგინეთ კომუნიკაცია, ოჯახთან იქნება, ეს ნაცნობებთან იქნება თუ საყვარელ ახლო ადამიანებთან, რა თქმა უნდა, იგულისხმება ის ადამიანები, ვინც ღირსამად, ან ვინც არის ჩვენი სისხლის, ან ჩვენი პიროვნების ნაწილი საერთოდაც. ეს არის ესეთი გაერთიანებების, მორიგების პერიოდები და მომავალში ბედი სწორედ ამას გვეუბნება, რომ მოხდება მორიგება საკუთარ წარსულთან, შერიგება საკუთარ თავთან და გარკვეულ ადამიანებთანაც. რაც საბოლოოდ ძალიან დიდი სიკეთის მომტანი იქნება და საბოლოო მიზანი ამ ყველაფრის თითქოს არის საკუთარი მეს ხელახლა აღმოჩენა, საკუთარი ადგილისა და მისიის პოვნა. ეხლა შეიძლება თავს არ გრძნობდე მაინც და მაინც კომფორტულად და შეიძლება ფიქრობდე, რომ ან არასწორ ადგილზე ხარ, ან არ იცი სად მიდიხარ. შეიძლება შენი ადგილი არ გქონდეს ნაპოვნი, რაც ძალიან მალე შეიცვლება. დიდი ალბათობით ეს ზაფხული ცოტა ისეთი აქტიური და ასე ვთქვათ, შრომითა და უფლის დაღვრით იქნება გაჯერებული ბჭყალებში, ვთქვათ, ანუ მოგიწევს ბევრ რაღაცასთან შეჭიდება, თუმცა ის შემოდგომა ზამთრის პერიოდებში უკვე დიდი ალბათობით იხილავ შედეგებს და ნაყოფს ამ შრომის, რაც აუცილებლად დაფასდება, იმიტომ რომ პირდაპირ არუნების დაждდა აქ და ამოვიდა მეტყველებს დაფასებაზე უპირველეს ყოვლისა, როგორც სამყაროს მხრიდან, აგრეთვე ადამიანების მხრიდან. და რა ვიცი, თუ გაქვს პრობლემა მაგალითად უმადურობის ვინმესთან, შეიძლება უმადურ ადამიანებსაც კი გაუნათდეთ გონება და სხვაგვარად შემოგხედონ. ერთ სიტყვით, საბოლოო მესიჯი ვფიქრობ აქ არის მომზადება
იმისათვის რომ დაუბრუნდე საკუთარ ფესვებს, დაუბრუნდე საკუთარ ჭეშმარიტ ფორმას, ეცადეთ რომ ამ პერიოდში მიაქციოთ ყურადღება თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, ფიზიკურ ჯანმრთელობას, კვებას, ჯანსაღწევრების სტილს, ვარჯიშს, ძილის რეჟიმს იქნება ეს თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ აქ როგორც თქვი, უფრო ესეთი მატერიალური ენერგიები გვაქვს, უფრო უკავშირდება ფიზიკურ რეალობას, სოციალურ საკითხებს, ფულს, შესაძლოა აგრეთვე ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სილამაზესაც კი მათ შორის. ამით ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა სრულდება. მაინტერესებს რამდენად მოგწონთ ესეთი ფორმატი ან რამდენად მოგეწონათ საერთოდ ეს გაშლა, აუცილებლად გამიზიარეთ, ამიტომ თქვენი აზრი კომენტარებში. გამოიწერეთ ჩვენი არხი, შემოგვიერთდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში სახელწოდებით გრიმუარი, ხოლო თუ გსურთ პირად კონსულტაციებზე ჩაწერა, ტაროს სესიების, ენერგეტიკული დიაგნოსტიკის დაჯავშნა ან სხვა ტიპის დახმარება, მომართეთ პირად შეტყობინებებში. ხოლო თუ ხართ დაინტერესებული ეზოთერული და მაგიური შინაარსის ონლაინ კურსებით, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს საიტს grimoire.g. დროებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ საუკეთესო, ბედნიერებით, წარმატებებითა და გამარჯვებებით სავსე მომავალს.